ივანიშვილის პარტიას ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ახალი არჩევნების დანიშვნისკენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისაკენ მოუწოდებენ. დემოკრატებთან ერთად ისინი განცხადებას ჰელსინკის კომისიის სახელით ავრცელებენ. ტექსტის ხელმომწერები ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს მოუწოდებენ შეუერთდნენ ან მოთხოვნებში. ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით ივანიშვილის გუნდი რუსეთის მიერ კონტროლირებადი ავტორიტარული მთავრობაა, რომელიც საქართველოს იზოლირებას ცდილობს. სალომე ლაბაძე გაეცნო ამერიკელი კანონმდებლების გზავნილებს მოისმინა შეფასებებიც ამ თემაზე. დავიწყოთ იმით, რომ ჰელსინკის კომისიის ეს განცხადება ქართული ოცნების დელეგაციას ჯერ კიდევ ვაშინგტონში მყოფს წამოეწია. ანუ სწორედ მაშინ, როცა შეერთებული შტატებიდან ოცნების წარმომადგენლები ავრცელებდნენ პოზიტიურ გზავნილებს იმის შესახებ, რომ თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა არსებობს, ჰელსინკის კომისიამ საჭიროდ მიიჩნია განცხადების გამოქვეყნება და იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს როგორც მოკავშირე შტატებმა შესაძლოა საერთოდ დაკარგოს იმ შემთხვევაში, თუ ოცნება ავტორიტარული გზით სვლას გააგრძელებს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ განცხადებას ხელს აწერენ სწორედ ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრები, მათ შორის რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უოკერი, რომელიც ამავე დროს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ეს წერილი ორპარტიულია და გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უკვე 150 დღეა რეჟიმისგან ითხოვენ ახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. და რაც განსაკუთრებით საყურადღებო ამ წერილში არის მოწოდებაც ტრანსატლანტიკური პარტნიორების და მოკავშირეების მიმართ, რომ ისინიც შეუერთდნენ ქართულ ხალხს ამ ბრძოლაში და გააძლიერონ მათი პროტესტი იმ მიზნით, რომ ეს ორივე ამოცანა მიღწეული იყოს. ქართული ოცნება ძალაუფლებას ებღაუჭება ქართველებისთვის იმ უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევით, რაც დემოკრატიულ საზოგადოებებში უმნიშვნელოვანესია. დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესიებით ქართული ოცნება ქვეყანას იზოლაციაში აქცევს ტრანსატლანტიკური საზოგადოებისგან და საქართველოს რეპრესიული მომავლისთვის წირავს რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მოკავშირეობით. საქართველოს ცოცხალმა დემოკრატიულმა სულისკვეთებამ თავის დროზე ის რეგიონში იმედის შუქურა გახადა. თუ საქართველო განაგრძობს ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე სვლას, ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს, რომელიც მტკიცედ არის ერთგული ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. ამავდროულად თავისუფლებისთვის 10 წლეულების განმავლობაში ბრძოლის შემდეგ ქართველებს რუსეთის მიერ კონტროლირებული ავტორიტარული მთავრობის პირობებში ტანჯვისთვის მივატოვებთ. ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს მოუწოდებთ შემოგვერთდნენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნაში. უმოქმედობა არა მხოლოდ უღალატებს მილიონობით ქართველის იმედს და ოცნებას, არამედ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობას. ქართული ოცნების დელეგაცია კი ისე რომ ამ კრიტიკას არ იმჩნევს, შეხვედრებს აგრძელებს ვაშინგტონში და ამ შეხვედრების შესახებ პოზიტიურ ინფორმაციას სხვადასხვა პლატფორმით ავრცელებს. მათ შორის როგორც ირკვევა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ეკონომიკის სამინისტრო აქვეყნებს, ოცნების ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იმყოფებოდა თეთრ სახლში, სადაც მას შეხვედრა უსაფრთხოების საბჭოში ენდრიუ პიკთან გამართა. სწორედ ამ შეხვედრის აღმწერ განცხადებაში ვკითხულობთ იმას, რომ როგორც ქართული ოცნება გვეუბნება, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არსებობს მყარი პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდეს. თუმცა აქ მაყურებელს უნდა შევახსენოთ, რომ სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურებით ახლა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა საერთოდ გაუქმებულია. ეს გადაწყვეტილება მართალია გაფორმდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მისი ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ქართული ოცნების პოლიტიკის მიმართ კრიტიკა არის ორპარტიული, რაც არაერთ გზის დადასტურებულა. სწორედ ამიტომ ოპოზიციაში ამბობენ, რომ განსხვავებულ მიდგომას ოცნების უცვლელი ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის მიმართ არც ტრამპის ადმინისტრაცია გამოუყენეს. დასავლეთთან იზოლირება არის მათი ამოცანა, თუმცა ამ ეტაპისთვის მათ ვერ მოახერხეს იმ ეკონომიკური სისტემის შექმნა, რომელიც აუცილებელი არის ავტორიტარული სისტემის გამოსაკვებად. ამიტომაც ისინი მიხვდნენ, რომ მაინც საჭირო არის, რომ გარკვეული ტიპის ასე ვთქვათ კონტაქტი დაამყარონ და სანქციების შეფსუბუქებას მაინც მიაღწიონ. თუმცა ამას ვერ ახერხებენ მარტივი მიზეზის გამო, რომ დასავლეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ორპარტიულ კონსენსუსი, აი ამერიკაში არსებობს ორპარტიულ კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომ თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიტყვა ივანიშვილის ფანდის მიერ, შეუძლებელი იქნება ამ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე საუბარი და მათ შორის ურთიერთობის სტაბილიზირებაზე საუბარი. ამის დემონსტრაცია მოხდა მათ შორის ჰელსინკის კომისიის გადაწყვეტილებით, როდესაც იმ ადამიანები, რომლებიც სხვათა შორის აქტიურად არიან ჩართულები დონალდ ტრამპის მათ შორის საგარეო პოლიტიკის დაგეგმვაში და წარმოქმნაში, კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი თანაუგრძნობენ საქართველოში პროტესტს და აქვთ იგივე მოთხოვნები და დღის წესრიგი, რაც აქვთ ამ პროტესტის მონაწილეებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია გადარჩეს. ამ ტექსტში ვკითხულობთ, რომ ითხოვენ ისინიც ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებას, მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ იმ შეხვედრაზე
ჯოშუა ჰუკს რომ შეხვდნენ. ჯოშუა ჰუკი არის ადამიანი, რომელიც 2 წლის მანძილზე ქართული ოცნების პოლიტიკას აკრიტიკებდა. შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ აქამდე ისეთი ნაბიჯები გადადგა, რაც არანაირად არ ჩნდება ამერიკის მithumetes ახალი ადმინისტრაციის სტრატეგიულ მიზნებში. შესაბამისად, ქართული ოცნება თუ ამ გზას აგრძელებს, ვერასდროს ვერ დაალაგებს ურთიერთობებს ამერიკასთან. ივანიშვილის რეჟიმს არც ლეგიტიმაციის შესაძლებლობა არ აქვს და ასევე არც ურთიერთობების დაალაგების იმ ფონზე, როდესაც ის უპირისპირდება საკუთარი ხალხის და ქვეყნის სუვერენულ არჩევანს. ამიტომ ეს არის კიდევ ერთხელ შეხსენება იმისა, რომ მნიშვნელოვანია ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, დემოკრატიის და იმ სუვერენული არჩევანის, რომელიც კონსტიტუციური შენაწერით არის გარანტირებული. ჰელსინკის კომისიის ამ განცხადების გარდა ქართულ ოცნებას ვაშინგტონში საკუთარი ვიზიტის წარმატებად გასაღებაში ხელს უშლის ის წერილიც, რომელიც შეგახსენებს, რომ ტელეკომპანია ფორმულამ სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიიღო. ამ წერილში სახელმწიფო დეპარტამენტმა ოცნების პოლიტიკა ისევ განგრძობათი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების შემცვლად აღწერა და აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესება მოხერხდეს, ნაბიჯები სწორედ ოლიგარქის რეჟიმმა უნდა გადადგას.